ახალი ცივი ამერიკასა და ევროპას შორის. სადგაქრა რუსეთი როგორც საფრთხე. ტრამპის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც შესაძლოა ყველაფრის გარანტია გახდეს, გარდა მაგასი, ზელენსკის ვოიაჟი ევროპაში და რა თქმა უნდა სიტუაცია ფრონტზე. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 9 დეკემბერია 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1385 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში, ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. დავიწყოთ ტრადიციულად მადლობით, მადლობა ყველას, ვინც არხის გამომწერია, ვინც ალაიქებთ ვიდეოს, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურობთ კომენტარებში, განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციას ეწევა, არხი მხოლოდ დონაციით არსებობს. შესაბამისად, ვისაც გაქვთ ამის სრული, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. გადავიდეთ დღევანდელ თემებზე, რაც ჩამოთვალე, როგორც გითხარით, იმაზე ვილაპარაკებთ და დავიწყოთ უსაფრთხოების კონცეფციით, რომელიც ტრამპმა შემოგთავაზა, რომელიც პრაქტიკულად შესაძლოა გახდეს ყველაფრის გარანტია, გარდა იმისა, რასაც ქვია MAGA, Make America Great Again, გავხადოთ ამერიკა ისევ ძლიერი. და რატომ? ეს კონცეფცია პრაქტიკულად სადღაც 200 წლის წინანდელ წარსულში გვაბრუნებს ამერიკულ იზოლაციონისთან, მონროს დოქტრინასთან და ძალიან ხშირად შეხვდებოდით თუ კი მიადევნეთ თვალყური, რომ ეს მონრო ტრამპის ერთგვარი განმეორება არის. თუმცა ძალიან გაჭირდება თუნდაც იმ მიზნების მიღწევა, რის მიღწევასაც მონრო ცდილობდა 200 წლის წინ. ამგვარად ჩვენ მივიღეთ სამყარო, სადაც არამხოლოდ პუტინი მიგვათრევს 200 წლის წინანდელ წარსულში, სადაც იმდროინდელი ომების პრინციპით იბრძვის ომებით, რომელიც 10 წლეულობით გრძელდება და ქვეყნების გამოფიტვაზეა მიმართული, არამედ ამერიკაც, რომელიც 200 წლის წინანდელ უსაფრთხოების კონცეფციას უბრუნდება, რას გულისხმობს ტრამპის ეს კონცეფცია. ტიპიური, ასე ვთქვათ, ამერიკული იზოლაციონიზმია, როდესაც ამერიკა უარს ამბობს ევროპის უსაფრთხოებაზე, უარს ამბობს მსოფლიო პოლიციელობაზე და მხოლოდ თავისთან დასავლეთ ნახევარსფეროში იკეტება და იქ ლათინურ ამერიკაზე ცდილობს გავლენის, ასე ვთქვათ, მოპოვებას სრულად. სანამ ამაზე გადავიდოდე, ორი სიტყვით მოვიხილოთ ძირითადი პუნქტები, რა წერია. ძირითადი პუნქტი ყველაზე შემაშფოთებელი, მათ შორის ევროპისთვის რაც იყო, არის ის, რომ 2027 წლიდან ევროპამ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს და ნატოზე პატრონაჟს, ასე ვთქვათ, ამერიკა აღარ გაუწევს, რაც გარდა იმისა, რომ სიგნალი არის ევროპელებისთვის, ეს ასევე სიგნალი არის პუტინისთვის, რომ მოდი ცოტა ხანი შენთვის მანდ უკრაინაში იყავი და თუ რამე გინდა ევროპაში 2027 წლის მერე ქენ, იმიტომ რომ მე აღარ ჩავერე. ასევე აქვე წერია, რომ ამერიკა აპირებს შეამციროს ჯარების რიცხოვნობა როგორც ევროპაში, ასევე ოკეანეთში, მათ შორის სამხრეთ კორეაში და გარდა ამისა, ყველაზე უცნაური რაც წერია არის ის, რომ თუ კი ტაივანში ომის თავიდან აცილება არ იქნება შესაძლებელი, მაშინ შესაძლოა ამერიკა არ უნდა ჩაერიოს ამ ომში. ესეთი უცნაური კონცეფცია აქვს და განვიხილოთ ახლა რატომ არის ეს ყველას ინტერესში შეიძლება ითქვას გარდა თვითონ ამერიკისა. პირველ ეტაპზე განვიხილოთ აი ეს კონცეფციის ძირითადი მიზანი, რომ თავისთან დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს ჰეგემონია ამერიკა და თავი დაანებოს დანარჩენ მსოფლიოს. ეს აღარ არის 200 წლის წინანდელი სამყარო, 21 საუკუნეა და ლათინური ამერიკა აღარ არის ისეთი მორჩილი ამერიკის, როგორიც მაშინ შეიძლება ყოფილიყო. დაუშვათ ვენესუელას შემთხვევაში ტრამპის და ვენესუელელი ხალხის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მადურო დიქტატორია, მას ძალაუფლება მიტაცებული აქვს. ეს რესურსებით უმდიდრესი ქვეყანა გაღარიბებულია, ხალხი შიმშილის პირას არის, ამიტომ აქ ვენესუელელი ხალხის და ტრამპის ინტერესები ემთხვევა და დაუშვათ ტრამპმა შეძლო და მადუროს რეჟიმი ჩამოშალა. ამით ის, ასე ვთქვათ, ნარკოპოლიტიკას და ნარკოდამოკიდებულებას ამერიკაში გააუმჯობესებს მისი ხედვით, ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდ ბუნებრივ რესურსებზე დაადებს თავს, ხოლო ვენესუელელი ხალხიც ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ ჩამოიშორებს რეჟიმს, რომელიც მას ჩაგრავს და აქ, ასე ვთქვათ, ხალხის, ვენესუელელი ხალხის და ტრამპის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ რასაც ტრამპი დაუშვათ კოლუმბიის შემთხვევაში, სადაც ხელისუფლება
ლეგიტიმურია და ის არ არის პროამერიკული. ან თუნდაც რასიზმს ბრაზილიის შემთხვევაში, როდესაც ასევე ხელისუფლება ლეგიტიმურია და არათუ ამერიკის მიმართ ლოიალური არაა, ასე თუნდაც ბრიქსის წევრია ოფიციალურად ბრაზილია და ამ სამხრეთ ღერძს ძალიან აძლიერებს. შესაბამისად, ტრამპს ძალიანაც რომ უნდოდეს ასე მარტივად ლათინურ ამერიკაზე გავლენებს ვერ მოიპოვებს, მით უფრო რომ ჩინეთი არ აპირებს დათმოს იქ თავისი ინტერესები და საკმაოდ აქტიურობს ლათინურ ამერიკაში ჩინეთი, როგორც ვიცით. გარდა ამისა, მოდით წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც 2027 წელი დადგა, ტრამპმა შეიძლება ოფიციალურად არ გაიყვანა ამერიკა ნატოდან, თუმცა აღარ არის, ასე ვთქვათ, ნატოზე პასუხისმგებელი და რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ბალტიის ქვეყნებს შეუტიოს, ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ ტაივანს შეუტიოს და აქვე ჩრდილოეთ კორეამ თქვა, რომ თუ ამათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატო არ შეიძლება და შეუტია სამხრეთ კორეას. და ეს ყველაფერი ხდება და ამერიკა ამ დროს არაფერს არ აკეთებს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს სცენარი? მე ძალიან რთულად, თუ კი ეს ასია და თუ კი ამერიკა აღარ არის უსაფრთხოების გარანტი, თუ კი ამერიკა აღარ არის პატარა ერების დამცველი, პატარა ერებში დემოკრატიების დამცველი, მაშინ ვის რაღაცი ჭირდება ამერიკა? ვის რაღაცი ჭირდება დომინანტი დოლარი და ამერიკის ეკონომიკის უპირობო ლიდერობა. ეს წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე შეიქმნა, ყველას აძლევდა, ასე ვთქვათ, ხელს. ამერიკა იყო უსაფრთხოების გარანტია, შესაბამისად მას ჰქონდა ეკონომიკური ჰეგემონია, ამ ყველაფერმა ევროპა ააყვავა და ერთგვარი სამოთხე გახდა დედამიწაზე ევროპა, ვინც რა არ უნდა თქვას, ნებისმიერი თავშესაფრის მაძიებელი, ვისაც უკეთესი ცხოვრება უნდა, სწორედ ევროპაში მიდის. და იგივე მიგრანტების პრობლემაზე ვლაპარაკობ, სწორედ ამითი არის გამოწვეული ეს მიგრანტების პრობლემა, რომ ყველას ევროპაში უნდა იქაური კეთილდღეობა უნდა, იქაური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა უნდა, იქაური განათლება უნდა, მოკლედ იქ კარგ ადგილას ცხოვრება უნდა. ამ შემთხვევით არ უწოდე ერთგვარი სამოთხე დედამიწაზე, ხო, ევროკავშირი. სწორედ ამიტომ თუ კი აი ეს წესრიგი მოიშალა, მაშინ ვის რაღაცი ჭირდება ეს ამერიკა, ხო? შესაბამისად, თუ კი ეს კონფლიქტები მიმდინარეობს და ამერიკა არსად არ ერთვება, მისი სამხედრო ძლიერებაც ჩამოიშლება და თუ კი პრაქტიკა არ ექნება ამერიკულ არმიას, სადაც გაქრება მისი სამხედრო ძლიერება, შესაბამისად, სწორედ ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ ეს კონცეფცია, რომელიც შემოგთავაზა ტრამპმა, შესაძლოა ყველას ინტერესში იყოს გარდა ამერიკისა, სწორედ ამას გულისხმობ. აი ამ ყველაფერში სად არის ამერიკა ისევ ძლიერი, ხო? პირიქით, ყველაზე სუსტი გამოდის, რაც კი ოდესმე ყოფილა. შესაბამისად, ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ამ კონცეფციას კონდეს რაღაცა ხანგრძლივი ვადით მოქმედების საშუალება და მე მგონია, რომ ამერიკაში, მათ შორის კონგრესში საკმაოდ წინააღმდეგობას მიიღებს ეს კონცეფცია. და ამასთან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ტრამპმა როგორც არ უნდა მოინდომოს, ამერიკა არ არის ავტოკრატია, ამერიკა არის ელექტორალური დემოკრატია, მომავალ წელს არჩევნები არის, არჩევნებს ბედს განსაზღვრავს ხალხი და შესაბამისად ხალხის განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხის განწყობა კი ყველა კვლევით აჩვენებს, რომ არ ემთხვევა ტრამპის პოლიტიკას, არ ემთხვევა იმდენად, რამდენადაც ყველა კვლევის მიხედვით ამერიკელ ხალხს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარება გაძლიერდეს. კვლევები აჩვენებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის შეიარაღების გაგრძელების მხარდაჭერის აუცილებლობა, შესაბამისად ტრამპს მოუწევს ეს ყველაფერი გაითვალისწინოს, თუ კი არ უნდა რომ კონგრესი დაკარგოს მომავალ წელს, იმიტომ რომ თუ კი კონგრესის დაკარგა, მაშინ იმასაც ვეღარ შეძლებს, რაც შეუძლია. შესაბამისად ეს ყველაფერი იცის პუტინმაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდაც არ დაელოდოს ის 2028-ს, როგორც ასე ვთქვათ, თავისი კონცეფციით ამერიკა მიანიშნებს, ტრამპი მიანიშნებს მას და 2026-ში დაიწყოს გართულებები ევროკავშირის წინააღმდეგ, ნატოს სიძლიერის, ასე ვთქვათ, მოსასინჯად და აი ეს რთული პერიოდი, რომელიც ჩვენ გვაქვს და წარმოგვიდგენია, რომ შესაძლოა 2027-ში დაიწყოს, შეიძლება საერთოდ 2026-ში დაიწყოს, მით უფრო რომ ჩვენ ხედავთ, რომ არა მხოლოდ ევროპის მიმართულებით აწარმოებს და არა მხოლოდ რუსეთი ჰიბრიდულ ომს, არამედ ჩვენ უკვე ხედავთ საკმაოდ სახიფათო ნიშნებს ოკეანეთში. ჩვენ ნახეთ დაძაბული ურთიერთობები ჩინეთსა და იაპონიას შორის, სადაც სხვათა შორის ტრამპის ამერიკა ცოტა გვერდზე გადგა და იაპონიას ხარი არ დაუჭირა. გარდა ამისა, დღეს ვნახეთ ინციდენტი, როდესაც რუსული და ჩინური ფლოტის ერთობლივად შევიდნენ სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში. სამხრეთ კორეამ ააფრინა ავიაგამანადგურებლები, თუმცა ეს დაიშალნენ, ასე ვთქვათ, არაფერი არ გართულებულა. მაგრამ ფაქტი ესეთი არის. ფაქტი არის ეს, რომ ვითარება სულ უფრო იძაბება მთელ მსოფლიოში. ვიღებთ ცივ ომს ამერიკასა და
ევროპას შორის და თითქოს სადღაც ხრება რუსეთი როგორც საფრთხე ამ ყველაფრის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ზელენსკი არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში და ის ასე ვთქვათ, აწარმოებს ევროპულ ტურნეს, ვიცით რომ გუშინ იყო ბრიტანეთში, იქ შეხვდა სტრამერს, საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს, იყო მოლაპარაკებები. აქ უნდა აღინიშნოს პოლონეთის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ასევე ევროპასთან მიმართებაში, საკმაოდ ძლიერად გამოიყურება პოლონეთი, ის როგორც ვერბალურ დონეზე, ასე ვთქვათ, ძალიან მკაცრ და მკაფიო პოზიციებს აფიქსირებს. სხვათა შორის პოლონეთში ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო არჩევნებში, რომ პრეზიდენტმა რომელმაც გაიმარჯვა, თითქოს წინასაარჩევნოდ ისე გამოიყურებოდა, რომ ის არ იყო უკრაინის მხარდაჭერი, თუმცა ის ყველაფერის ნაბიჯზე აჩვენებს, რომ ნამდვილად არ არის რუსეთის მხარდაჭერი, არ არის რუსეთუმე პრეზიდენტი და ყველაფერის ნაბიჯზე სწორედ პოლონეთის და ევროკავშირის ინტერესებს იცავს, რაც ავტომატურად უკრაინის ინტერესებიც არის და ეს პირიქით არის უკრაინის ინტერესებს, ევროპის ინტერესებს დღეს უკრაინა იცავს, თუ კი ვინმე იცავს დღეს ევროპას რეალური ომისგან, ეს უკრაინა, უკრაინელების აი შეუპოვარი და გმირული ბრძოლა ფრონტზე აკავებს რუსეთის აგრესიას პირდაპირ ევროპის მიმართ და ევროპელებიც ახლა ცდილობენ რომ როგორმე გამოსავალი იპოვონ აი ამ ერთგვარი ღალატის შემდეგ შეიძლება ასე ეწოდოს ტრამპის პოლიტიკას. რა გამოვათ ევროპელებს ეს მეორე საქმეა, იმიტომ რომ მხოლოდ ვერბალური მხარდაჭერა უკრაინას ვერ დაეხმარება, მას სჭირდება სამხედრო, ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა. სხვათა შორის ერთ-ერთი მომხმარებლის, მაყურებლის ინტერესიც იყო, რომ წელი გადისოდა საინტერესოა რა დაჯდა ეს ომიო, როგორც რუსეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის, ამერიკისთვის, უკრაინისთვის და სხვადასხვა კვლევებს ვეცნობი, მონაცემებს ვაჯამებ და წლის შემაჯამებელ ეპიზოდში აუცილებლად მოვიყვან ამ რიცხვებსაც, რა დაჯდა ეს, რა ჯდება ეს ასე ვთქვათ, თუნდაც მიმდინარე წლის რაკურსში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი და მნიშვნელოვანია საკითხი, როდესაც ბელგიის ხელისუფლებას ვერ იყოლიებენ იმაზე, რომ რუსული გაყინული აქტივები გადაეცეს უკრაინას აღდგენისთვის და ასევე შეიარაღებისთვის. აქ ბელგიელები შიშობენ და ჩემი აზრით შიშობენ რამდენიმე მიმართულებით. ერთი არის ის, რომ თუ კი მერე რუსეთი დაიწყებს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სასამართლოებში სიარულს და გაამტყუნებენ სასამართლოები ბელგიას ამ ფინანსურ დანახარჯებს ვინ აიღებს და ამ შემთხვევაში იგივე ნორვეგია, იგივე გერმანია უდგებიან თავდებად, თუმცა არის კიდევ ერთი საფრთხე და ეს საფრთხე უსაფრთხოების საკითხებს ეხება. მე არ მგონია რომ ბელგიელებს იმდენად ომის ეშინოდეთ, რადგან სანამ რუსეთი ბელგიაში შევა, დიდი გზა იქნება გასავლელი შესაბამისად არა იმდენად პირდაპირ სამხედრო ინტერვენციის, რამდენადაც თუნდაც აი სკრიპალების საქმე გვახსოვს, პოლონიუმის ჩაი გვახსოვს და შესაძლოა ამისიც ეშინოდეთ ბელგიაში. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ბელგიის ხელისუფლების დაყოლიებას ევროპელები, რომ ეს თანხები გამოიყოს. თუმცა აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ევროპელებმა ნელ-ნელა უნდა დაიწყონ საკუთარი საზოგადოებების გამოღვიძება და პრინციპში ამას ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ევროპაში ნელ-ნელა სულ უფრო იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც მზად არის თუნდაც გაწვევის სისტემაზე დაბრუნდების სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე არის საუბარი, ეს ძალიან ნელა ხდება და ევროპელმა ლიდერებმა უნდა იჩქარონ საკუთარი საზოგადოებების გამოღვიძება, იმიტომ რომ თუ კი თვითონ ვერ გამოაღვიძებენ მათ, მაშინ აუცილებლად პუტინი გააღვიძებს მათ და გააღვიძებს ძალიან უხეშად. შესაბამისად, აქაც საკმაოდ ასეთი ვითარება არის. ამის პარალელურად სკანდინავიელი ხალხი საკმაოდ ასეთი პრაგმატულია და დათვალეს და მიიღეს შედეგი, როდესაც ახლა თუ კი ყოველწლიურად უკრაინას 500 მილიარდით როგორღაც ევროპა დააფინანსებს, საომავლოდ არ მოუწევთ დაახლოებით ტრილიონის დახარჯვა საკუთარ უსაფრთხოებაზე, ასე რომ თითქმის ორჯერ უფრო იაფი დაუჯდებათ ახლა უკრაინის მხარდაჭერა. ევროპელებს ნახოთ მოკლედ ამ მიმართულებით რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეიძლება გაკეთდეს, თუმცა ფაქტი ერთია, ვითარება საკმაოდ რთული არის და ის რაც აჩერებს ჯერჯერობით რუსეთს სრული გამარჯვებისგან არის უკრაინელი ხალხის თავდადება და ბრძოლა ფრონტის ხაზზე და ახლა სწორედ ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ფრონტზე, თუმცა მანამდე შეგახსენებთ რომ თუ კი არხი არ გაქვთ ჯერ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი, თუ კი ვიდეოს უყურებთ და ჯერ დალაიქებული არ გაქვთ, დალაიქეთ აუცილებლად და ასევე იაქტიურეთ კომენტარებში. და ფრონტზე სიტუაციის მომხილვას დავიწყებ კუპიანსკიდან,
კუპიანსკი ერთი სამჯერ უკვე გამოაცხადეს აღებულად რუსეთის გენშტაბში, თუმცა უცნაური, სულ უკეთ რო ვთქვათ, მოძრაობები შეინიშნება კუპიანსკის მიმართულებით. რუკაზე Deep State-ის რუკაზე და აქვე გეტყვით რომ როგორც Deep State-ს, ასევე სლივოჩნი კაპრიზის და ასევე ომის შესწავლილი ინსტიტუტის რუკებზე განვიხილავ ტრადიციულად ფრონტზე არსებულ მდგომარეობას. კუპიანსკში ესეთი ვითარება არის სამივე რუკის მიხედვით, როგორც ხედავთ, ეს არის Deep State-ი, ეს არის სლივოჩნი კაპრიზი და ეს არის ომის შესწავლილი ინსტიტუტი. არსებითი სხვაობა პრაქტიკულად არ არის, თუმცა ბოლო კვირაში შეინიშნა საკმაოდ უცნაური მოძრაობა. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს აი აქ შეჟონვა და დაიწყეს წმენდის ოპერაციები. საქმე იმაში არის, რომ უკრაინელებმა მოახერხეს იუველენის აი ამ სოფლის გაწმენდა. ჩვენ ვნახეთ მათ შორის კადრებიც, როდესაც სოფელში წმენდაზე შესული იყო კოლუმბიელი მოხალისეების დანაყოფი. ამ სოფლის გაწმენდას აქვს მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ აღდგა კონტროლი აი ამ გზაზე, რომელიც გადაკეტილი იყო და ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ უკრაინასთან კუპიანსკის მიმართულებაზე მყოფ სამხედროებს. შესაბამისად აი ამ გზის დებლოკადა მოხდა და უკრაინელებმა დაიწყეს ქალაქში შეჟონვა. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ აი აქ არის მდინარე ოსკილი, როგორც იცით, და ქალაქის ამ მხარეს საერთოდ რუსები არც გამოჩენილან არასდროს. შესაბამისად ახლა გარდა იმისა, რომ უკრაინელები აი ამ სამხრეთ ნაწილიდან უტევენ, ასევე აღმოსავლეთ ნაწილიდანაც შედიან, ასე ვთქვათ, კუპიანსკის მიმართულებით და ახლა გვაქვს ისეთი ვითარება, რომ შეტევაზე იმყოფებიან უკრაინელები და რუსები თავს იცავენ. ნახოთ ამ ოპერაციის შედეგად რა გამოვა, თუმცა ფაქტი ერთია, რომ სამჯერ აღებულად გამოცხადებული კუპიანსკი ჯერ ისევ აღებული არ არის და მეტიც უკრაინელები უტევენ, როგორც გითხარით, აი ამ სამივე რუკაზე დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობა არის კუპიანსკის მიმართულებით. ახლა გადავიდეთ უკვე პოკროვსკი მირნოჰრადის მიმართულებაზე. აქ ვითარება სულ უფრო რთულდება, მათ შორის უკვე Deep State-ის რუკაზეც ხედავთ, რომ პრაქტიკულად საბრძოლო არეალით ალყა შეიკრა და მირნოჰრადში შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო მოქმედების ალყაში იმყოფებიან უკრაინელი სამხედროები. თუმცა აქ ძალიან უცნაური სიტუაცია არის სლივოჩნი კაპრიზის რუკაზე, იმიტომ რომ აქ ეს ყელი შეკრული არ არის და თითქოს ისევ აქვს დარჩენილი გამოსასვლელი უკრაინელებს, მაგრამ ომის შესწავლილი ინსტიტუტის რუკაზეც აი ესეთი ვითარება არის, პრაქტიკულად სრულად საბრძოლო მოქმედებების ალყაში არის. ხედავთ თქვენ ჩრდილო-დასავლეთიდან, სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ყველა მიმართულებიდან, ასე ვთქვათ, რუსების შეტევითი ოპერაციების უპირატესობა გამოიხატება, თუმცა უკრაინელები ქალაქში რჩებიან, ისინი არ გადიან. ეს ალყა, ასე ვთქვათ, არ უნდა განვიხილოთ იმ ტრადიციული გაგებით, როგორც აქამდე შეიძლება ყოფილიყო, რომ აი სასიკვდილო ალყაში არიან და გასასვლელი არ აქვს. ეს საბრძოლო მოქმედებების არეალი გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, რუსებს პირობითად აქვთ ხმელეთზე გამყარებული პოზიციები და ხმელეთზე გასასვლელი არ არის, არა უბრალოდ დრონების დაფარვის ზონაში არის და ამიტომ არ არის მარტივი გასასვლელი აქედან და შესაბამისად ამიტომაც არის აი საბრძოლო მოქმედებების არეალში მოქცეული ეს ყველაფერი, თუმცა თვითონ უკრაინელები რასაც ამბობენ არის ის, რომ აქ პოზიციებს ინარჩუნებენ და ასე ვთქვათ მათი პოზიციები, როგორც უკრაინელები ამტკიცებენ, გადის აი დაახლოებით აქ გადის რკინიგზის სადგური. მაგრამ ჩვენ მათ შორის Deep State-ის რუკაზეც ხედავთ სიტუაციას, რომ აქ საბრძოლო მოქმედებების არეალია. გარდა ამისა, აი თქვენ გემახსოვრებათ გურის შავი ქორის დესანტი, რომელიც დაახლოებით აი აქ იყო გადმოსხმული და მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ მათ პოზიციები გაამაგრეს აი ამ ზონაში, სადაც მდინარეც გადის და შესაძლოა ახლა უკრაინული თავდაცვის ხაზი სწორედ აქ გადიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ
ჩვენ დავინახეთ, რომ აი აქ ფერმების ტერიტორიაზე და ცოტა უფრო ჩრდილოეთით კრასნილიმანთან შეგვხვდა რუსული დანაყოფები. ეს გულისხმობს იმას, რომ აი ეს თავდაცვის ხუდე, რომელიც აქვთ უკრაინელებს აი ამ ტერიტორიაზე გამაგრებული, არ არის მყარი და მონოლითური, მისი გარღვევა ცალკეულ მონაკვეთებზე შეძლეს რუსებმა. მოკლედ აქ რო შევაფასოთ ვითარება, როგორც გითხარით, ყველაზე უცნაურად რუსული წყარო გამოიყურება სლივოჩნი კაპრეზი, სადაც ყველაზე ასე ვთქვათ კარგი შედეგები აქვს უკრაინელებს, თუმცა ომის შესწავლელი ინსტიტუტი და Deep State აჩვენებს, რომ აქ ვითარება კრიტიკულია და როგორც პოკროვსკის, ისე მირნოჰრადის დაცემის საკითხი, როგორც არაერთხელ უკვე მithქვამს, დროის საკითხია, ვიდრე რაიმე სხვის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არის გამოფიტვის ომი, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ დროის მოგება არის ყოველ ამ ომში მნიშვნელოვანი, რაც უფრო დიდხანს გაიწელება საბრძოლო მოქმედებები, ამაზეა ახლა ეს ომი, შესაბამისად უკრაინელებმა როგორც ჩანს გადაწყვეტეს, რომ აქ ბოლომდე იბრძოლონ. თვითონ მირნოჰრადში არსებულ დანაყოფებსაც შეეხებათ, ისინი ჩვენ გვახსოვს, რომ სხვადასხვა ქალაქისთვის ბრძოლებიდან ჩვენ გვინახავს დებლოკადის მოთხოვნები და რაღაცა შიგნით დარჩენილი ჯარისკაცების მხრიდან მოწოდებები, რომ როგორღაც დამატებით რეზერვები გადაისროლონ დებლოკადა მოხდეს და იქიდან გასვლა შეძლონ და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ასეც არაფერს არ ვხედავთ. იქიდან პირიქით გვაქვს ვიდეოები, მათ შორის იმაზე, რომ აგრძელებენ მუშაობას ადგილზე და ჯერჯერობით კრიტიკულ ვითარებაში არ არიან, თუმცა ფაქტი ერთი რჩება, აქედან ორგანიზებული გამოსვლა უკვე პრაქტიკულად ურთულესი ამოცანა იქნება და ჩვენ ვადენებთ თვალყურს უკვე თვენახევარზე მეტია, რომ პოკროვსკი და მირნოჰრადი რუსებმა ვერ აიღეს. კიდევ ერთხელ ეს მიმართულებაც არაერთხელ გამოაცხადეს აღებულად რუსეთის გენშტაბში, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა სხვა არის, გამოფიტვის ომი გრძელდება. რუსები ნელი ტემპით მიწინ მიიწევენ, თუმცა მიზნებს ვერ აღწევენ. საშემოდგომო კამპანიაც დასრულდა ისე, რომ მიზნებს ვერ მიაღწიეს. მიზნები იყო, შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის საზღვარზე გასვლა, ჩრდილოეთში ბუფერი 30 კილომეტრიანი, რომელზეც საერთოდ აღარ ლაპარაკობენ. და არათუ ასე ვთქვათ დონეცკის საზღვარზე გასვლა და ზაპოროჟიის მიმართულებით წინ წასწევა, არამედ პოკროვსკის აღება უნდათ როგორღაც შემოგვასაღონ როგორც ძალიან დიდი გამარჯვება, მაგრამ ესეც არ გამოსდით. კიევ-ვიტკოფის გასაგვანად თქვეს, რომ ჩვენ უკვე ავიღეთო და თქვეს არაერთხელ, მაგრამ რეალობა სხვა რამეს აჩვენებს. ბრძოლები აქ გრძელდება. შემდეგი მონაკვეთისაც უნდა გადავიდეთ, ეს არის უკვე კონსტანტინოვკის მიმართულება, ეს არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, ეს არის სლივოჩნი კაპრეზი, ეს არის Deep State. სამი რუკაზე პრაქტიკულად ერთი და იგივე სიტუაცია არის. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეჟონილია რუსული ძალები და მიმდინარეობს, როგორც ხედავთ, საბრძოლო მოქმედებები, თუმცა ისევ სლივოჩნი კაპრის რუსულ წყაროზე დაყრდნობით ჩვენ ხედავთ უკრაინულ დანაყოფებს, სწორედ საბრძოლო მოქმედებების არეალში საკმაოდ ძლავრად, აი ეს მონიშნები ამას მიანიშნებს, რაც შეეხება ომის შესწავლელ ინსტიტუტს. აქ ჩვენ ხედავთ, რომ თვითონ რუსების საბრძოლო უპირატესობაზე არის ლაპარაკი. კონსტანტინოვკა შეგახსენებთ, რომ არის იმ აგლომერაციის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ქალაქი, რომელსაც უჭირავს ახლა, ასე ვთქვათ, დონეცკის ფრონტი, ხო? აი ეს არის კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, აი ამ ხაზზე დგას და გადის ახლა, ასე ვთქვათ, დონეცკის ოლქის თავდაცვის ხუდე, შემდეგ აქ უკვე დიდი მინდვრები არის და დასახლებები აღარ არის და გაცილებით გაადვილდება რუსების წინსვლა, თუმცა აი ამ თავდაცვის ხუდის გარღვევას მოანდომებენ ჩემი აზრით საკმაოდ დიდ დროს რუსები თუ საერთოდ შეძლებენ და მოკლედ როგორც თქვით კონსტანტინოვკის მიმართულებით უკვე დაიწყო ბრძოლები, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში შესულები არიან, მაგრამ აქედან რაც გავრცელდა ინფორმაცია და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია იყო შემდეგი, რომ უკრაინელებმა შეძლეს აი ამ გზების დანაღმვა, ხოლო რუსებმა შეძლეს იგივე გაეკეთებინათ დაახლოებით აი ამ ზონაში.
ეს ინფორმაცია ვნახე რამდენიმე საიტზე, არა მხოლოდ უკრაინულზე, არამედ რუსულზეც და თითქოს ძალიან უცნაურად გამოიყურება. ერთის მხრივ უკრაინელებმა შეძლეს რუსების ზურგში შეჟონება და გზების დანაღმვა, მეორეს მხრივ პირიქით რუსებმა შეძლეს უკრაინელების ზურგში შეღწევა და იქ გზების დანაღმვა. იმ პირობებში, როდესაც აი აქ პრაქტიკულად ყველაფერს საბრძოლო დრონები აკონტროლებენ, უცნაურად ჟღერს ეს, თუმცა შესაძლოა აქ იყოს ისევ რობოტიზირებული დანაყოფების მუშაობა, ასე ვთქვათ, და სწორედ სახმელეთო პილოტოებს შეიტანათ აი ეს ნაღმები და დაინახოთ გზები. მოკლედ კონსტანტინოპოლის მიმართულებითაც, როგორც ვხედავთ, იგივე მდგომარეობა და ვითარება არის. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე ბოლო მონაკვეთზე და ეს არის ჰელიოპოლეს მონაკვეთი. აი ესეთი ვითარება არის აქ, განსაკუთრებული წინსვლა არ შეინიშნება, ეს არის Deep State-ის რუკაზე არსებული ვითარება, ეს არის სლივეშნი კაპრიზი, რუსების რუკაზე არსებული ვითარება, ხოლო ეს არის საერთაშორისო ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკა. როგორც ხედავთ, პრაქტიკულად ვითარება სამივე რუკაზე ერთნაირი არის და აქ საინტერესო რაც არის ის, რომ ვერ ვიტყვით, რომ დასტაბილურდა სიტუაცია და უკრაინელებმა შეძლეს მისი დასტაბილურება, რუსების თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსების შეტევის ტემპი, ასე ვთქვათ, შემცირდა. მე ერთ-ერთ წინა ეპიზოდში გიყვებოდით, რომ აი ამ ჰელიოპოლის ქალაქს აი აქ მდინარე ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად, ხო? აი აქეთ აღმოსავლეთ ნაწილი და აქეთ უკვე ძირითადი ქალაქი. და ვთქვი და გამოვთქვი ვარაუდი, რომ აი ეს მდინარე იქნებოდა ერთ-ერთი ბუნებრივი წინაღობა, რაც შეაფერხებდა რუსულ შეტევას, რომელიც ასე აქტიურად მომდინარეობდა ჰელიოპოლის მიმართულებით, სადღაც ნოემბრის ბოლოს და ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ნისლმა და უამინდობამ და ამის გამოყენებით რუსებმა აქ შეძლეს წინსვლა, თუმცა საქმე იმაში არის, რომ როგორც ჩანს, რაც უფრო მიუახლოვდნენ აი ამ ბუნებრივ ბარიერს, მდინარეს და ამინდებიც შეიცვალა უკრაინაში, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ როგორც თქვით, დასტაბილურება და საბოლოო სტაბილიზაციას ვერ ვიტყვით, რომ შეძლეს უკრაინელებმა, თუმცა რუსების ტემპი საგრძნობლად დაეცა. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება აქედან ოდნავ ჩრდილოეთით. როგორც გახსოვთ, ამ გზაზეც გიყვებოდით, რომელიც ჩამოდის დნეპროპეტროვსკიდან და არის ერთ-ერთი მთავარი მომარაგების გზა ჰელიოპოლესთვის. აქ ჯერჯერობით კონტროლი ამ გზაზე ისევ სრულად აქვთ უკრაინელებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰელიოპოლეს, ასე ვთქვათ, მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება და არ რჩება საფრთხე იმის, რომ მხოლოდ აი ამ სამხრეთ-დასავლეთი გზიდან იყოს მომარაგება, ჩრდილოეთიდან მომარაგების საშუალებები ჰელიოპოლეს მიმართულებით არის. გარდა ამისა, რაც შეიძლება ითქვას ბრძოლის ველზე, არის ის, რომ საკმაოდ სისხლიანი ომი გრძელდება. არსებობს უამრავი კადრი, განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებიდან, სადაც რუსები პრაქტიკულად საკუთარი თანამებრძოლების ცხედრებზე გადავლით პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით აგრძელებენ შტურმის მცდელობებს. ამ კადრებს ახლა აქ YouTube-ზე ვერ გაჩვენებთ, თუმცა შეგახსენებთ, რომ Telegram არხის წარმოებაც მაქვს დაწყებული. მართალია ბოლო რამდენიმე დღე ვერ შევძელი იქ ინფორმაცია გამიახლებინა, თუმცა დღეს აღვადგენ იქ ინფორმაციის განახლებას და მათ შორის აი ამ ვიდეოებს, საკმაოდ მძიმე ვიდეოებს გავაზიარებ ამ Telegram არხზე, თუ კი სურთ ნახვა, აღწერაში არის ლინკი ამ არხისაც და შეგიძლიათ Telegram-ზე დამასაბსკრაიბოთ, თუ კი ვერ იპოვით, უბრალოდ კომენტარებში დაპლიუსდით და მე თვითონ დაგიკომენტარებთ ამ Telegram არხის ლინკს, სადაც შეგიძლიათ მსგავსი ვიდეოები იხილოთ. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. ვეცადე მეჩვენებინა სრულ კონტექსტში ის გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც შეიქმნა ტრამპის ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების კონცეფციის წარმოჩენის შემდეგ და ასევე რა ხდება ფრონტზე. რა ხდება ფრონტზე ასევე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მშვიდობა, რომელიც არადა არ დადგა, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, თუ რა ხდება ფრონტზე. ვითარება ისეთი გვაქვს, რომ ტრამპს სურს მშვიდობა ნებისმიერ ფასად, ზელენსკის სურს მშვიდობა ოღონდ იმ პირობით, რომ მას ჰქონდეს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები და ასევე
რუსეთს არ დარჩეს შანსი, რომ რამდენიმე წელში განჭვრეტად მომავალში ისევ დაესხას თავს უკრაინას, ხოლო პუტინს სურს ომის დამთავრება იმ შემთხვევაში, თუ კი ის მიაღწევს თავის მიზნებს. ანუ გვაქვს ვითარება, სადაც ტრამპს ნებისმიერ ფასად უნდა მშვიდობა, პუტინს და ზელენსკის თავისი პირობებით. თითქოს ძალიან მარტივი უნდა იყოს ტრამპის არჩევანი, ის ვინც აგრესორია, იმაზე მოახდინოს ეწოლა, თუმცა ჩვენ ხედავთ პირიქით, ეწოლას ახდენს ზელენსკის. ანუ ტრამპი იმუშავებს სამშვიდობო გეგმას, რომელიც მეტწილად უნდა აწყობდეს პუტინს ეს არ აწყობს და შემდეგ ტრამპი ახდენს ეწოლას ზელენსკის. აი, ესეთი უცნაური სამკუთხედი გვაქვს. ნახოთ რა იქნება ამ ყველაფრის მერე, როგორ დასრულდება ეს ვითარება. ფაქტი ერთია, მშვიდობა ჯერჯერობით ახლოსაც კი არ ჩანს ჰორიზონტზე, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ყოველჯერზე ამბობს, რომ ის მზად არის დღესვე შეწყდეს ცეცხლი იმ წერტილებშიც არის და მე გაგრძელდეს მოლაპარაკებები სხვა საკითხებზე, თუ როგორ შეიძლება დადგეს მშვიდობა. პუტინი ამბობს, რომ არა, ჯერ უნდა შევთანხმდეთ პირობებზე და მერე შევწყვეტ ცეცხლს. ტრამპი კი ამ ყველაფერს უყურებს და ახლა გვაქვს პერიოდი, როდესაც ზელენსკიზე ცდილობს ზეწოლის მოხდენას. ვითარება ფრონტზე ისეთია, როგორც არის და ეს აღწერე და საერთო სურათი საკმაოდ რთულია. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მიყურა. მადლობა არხის ერთგულ მაყურებელს, გამომწერებს, ყველას, ვინც ალაიქებს ვიდეოს, აზიარებს თავის სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული. თქვენსაც გაქვთ დონაციის სრული, გეტყვით, რომ არხი სრულად დონაციაზე ფუნქციონირებს და აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა. გარდა ამისა, პატრეონზეც ვარ დარეგისტრირებული და იქ შეგიძლიათ 3, 5 ან 7 დოლარიანი პაკეტი გამოიწეროთ. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ დასაბსკრაიბებული, ამითაც ძალიან დაეხმარებით არხს განვითარებაში. ჩვენ უკვე 5000-ზე მეტი ვართ, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. რაც უფრო განვითარდება არხი, უფრო მეტ ადამიანს მივა ინფორმაცია, შესაბამისად, თუ კი არხი არ გაქვთ ჯერ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, დღეისთვის სულ ეს იყო, ნახვამდის დროებით.